საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება განხილვის თემაა თბილისში. მმართველი გუნდი მაკრონის შეფასებას იზიარებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, მათ შორის წინა საფრანგეთის ელჩი პირდაპირ ერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში. ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, რომ თუ საფრანგეთი იცვლის პოზიციას ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით, ამას მხოლოდ მიესალმებიან. ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ქართული ოცნება არაღიარებული ხელისუფლებაა და ჩარევა პოლიტიკური ქცევის შედეგია. მე შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში ამერიკის ელჩის ჩარლზ კუშნერის კრიტიკა საფრანგეთის მიმართ მიუღებელია დიპლომატიისთვის და აღნიშნა, რომ ფრანგ ელჩს ამის გაკეთების უფლება არასდროს ექნება. ქართული ოცნება ვერ აფასებს ერთ მოვლენას, როდესაც მიმდინარეობს კონკრეტული კამათი თუ დებატები საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთს ეკამათება ორი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც აქვს ღრმა ტრადიციები და ერთმანეთთან ურთიერთობის სხვა სტანდარტი და ქართული ოცნება ნუედრება საკუთარი დე-ფაქტო ხელისუფლებით გინდა ემანუელ მაკრონს და გინდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ისინი არიან არაღიარებული ხელისუფლება, რომელიც ლეგიტიმაციას ვერ იღებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. ერთი მხრივ რა თქმა უნდა ელჩების ნაწილი ერევა ჩვენ პოლიტიკაში, მაგრამ მეორე მხრივ ეს ჩვენივე ქცევის შედეგია და ჩვენივე სურვილების, მათ შორის რომ რაღაცნაირად უფრო ჭიდრო ურთიერთობა გქონდეს ამ ქვეყნებთან და სულსაც საფრანგეთის დონემდე მივალთ, მათ შორის საერთაშორისო დონეზე გავლენის კუთხით, მათ შორის ამერიკასთან ურთიერთობის კუთხით, საკუთარი ეკონომიკის თუ სამხედრო სიძლიერის კუთხით, მე რა თქმა უნდა შეიძლება ყველა დანარჩენელს პრეტენზიები წავდგინოთ ისე როგორც მაკრონი ამას აკეთებს. რეაქცია იყო გასაგები საფრანგეთის პრეზიდენტისა. თითქოს ერთი შეხედვით უწყინარი განცხადებაც კი ჩათვალა, რომ ვენის კონვენციის დარღვევა იყო და საშინაო საქმეებში ჩარევა. ამ დროს ევროკავშირის ელჩები, მათ შორის საფრანგეთის წინა ელჩი პირდაპირ ერეოდა საშინაო საქმეებში, აფინანსებდა გამოყოფდა გრანტებს რადიკალური ჯგუფებისათვის საქართველოში. ხვდებოდა მათ, წაახალისებდა და წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდა. აი მასშტაბები ნახეთ. მაშინ ჩვენ რა გვეთქვით ასეთ საქმიანობა? თუ საფრანგეთი იცვლის ამ თავის შეხედულებებს, რომ ის რაც თავის ტერიტორიაზე არ უნდა ნახოს, არც თვითონ განახორციელებს სხვის ტერიტორიაზე და სხვა ქვეყანაში, ეს იქნება ძალიან მისასალმებელი.